გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინ, რა ვიცი, იმედის კვირაოთ, რაც სახელწოდება რო აქვს ამ ქოცების მთავარ კანალიზაციას, გავიდა რეპორტაჟი აი ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებითაც ამხელა ამბები არის ეგრეთ წოდებულ ინვესტიციასთან ატეხილი და ესე რომ ვთქვათ, ყველა ის ადამიანი, რომელი ადამიანიც არის ამ ყველაფრის მოწინააღმდეგე, იქნა წარმოჩენილი როგორც რა ვიცი, ნაცი ან იმის რა ქვია ჯანდაბა ოხრობა ლელოს და რაღაცეების მიმდევარი, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მეგობრებო, ერთად ვნახოთ ეს რეპორტაჟი და განვიხილოთ არა მარტო რეპორტაჟი, არამედ პერსონები, რომელი პერსონებიც იქ არიან თავმოყრილები. მანამდე მინდა გითხრათ, რომ ახლა აქ საუბარი მიდის მხოლოდ და მხოლოდ აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომელი თემაც უშუალოდ აი ამ არაბულ ეგრეთ წოდებულ ინვესტიციაზე არის საუბარი, თორე უკვე რაც ნაყიდი არის და უკვე რაც ბრჭყალებში ინვესტიცია არის ჩადებული, იმაზე არ მიდის საუბარი, მაგას ბოლოსკენ, ასე რომ ვთქვათ, ტკბილი ლუკმა ბრჭყალებში ბოლოსკენ მინდა შევინახო და ყველას, ვისაც აქვს ინტერესი თუ ვინ რას ფლობს საქართველოში, გაჩვენოთ, რომლის ნახვაც თქვენ თვითონაც შეგიძლიათ, მაგრამ, რადგანაც ბევრს დრო არ აქვს, ხელი არ მიუწვდება, ან არ იცის როგორ ნახოს, ბოლოში განვიხილოთ უკვე არსებული ინვესტორები, მაგრამ მანამდე ბევრი რო არ გავაგრძელოთ, გავყვეთ, მოდი ამ ვაჟბატონის, ირაკლი ჩიხლაძის სიუჟეტს. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორი სქემით ხდება შეტევა სახელმწიფოზე, ისტორიული მნიშვნელობის პროექტებზე, საპატრიარქოზე, უწმინდესზე, ჯარზე, პოლიციაზე, პოლიტიკოსებზე, სახელმწიფო მოხელეებზე, სასამართლო სისტემაზე და როგორ იგეგმება ყალბი ამბების რეალობად წარმოჩენა. ანუ, ესე იგი, ჩვენ ყოფილვართ სახელმწიფოზე შემტევი, საპატრიარქოზე შემტევი, ეკონომიკაზე, უბედურებაზე, ანუ საერთოდ ქოცის ფენომენი არის, იცით? ეს თვითონ ეს ფენომენი არის ქოცის ფენომენი, როდესაც თვითონ აქ ძალიან ჩასვრილი ყველაფერი, ამ შემთხვევაში უნდა ამოეფაროს ან პატრიარქს, ან ამომრჩეველს, ან ნაცმოძრაობას, ან ლილოელ მევახშეებს და ესე შემდეგ და ეს სტანდარტული პროცედურა არის, საერთოდ ამ ბიჭს ამაში უხდიან ფულს და რატო უხდიან და როგორ უხდიან, მაგასაც გაჩვენებთ რა. მოკლედ ჩვენ ვართ, ესე იგი, ნაცები, ლელოელები, პატრიარქის მტრები, სარწმუნოების, ყველაფრის, მოკლედ ეს ბნელი უბედური ხალხი და ვქნით ყალბ და ტყუილ ამბებს. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მართული მედია ქსელი, რადიკალები და ევრობიუროკრატის მხარდაჭერით მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების კლანი ძალადობაზე და ფეიქ ნიუსებზე აგებენ ანტიქართულ ანუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გმართავენ ყველას, ვისაც არ გვინდა ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია, ჩვენ იმდენად დებილები ვართ გავლენის ქვეშ ნაცების, არასამთავრობოების, ლელოელი ჩვენი ტვენი არა გვაქვს, ჩვენი აზროვნება არა გვაქვს და აი ამიტომ ესე იგი ჩვენ გვმართავს ეს კონგლომერატი, რაც ჩამოთვალა და თურმე იმდენად დებილები ვართ, რომ ჩვენ თვითონ რეესტრში ამონაწერის ამოღება არ შეგვიძლია და შეფასება არ შეგვიძლია იმის თუ რაც ხდება. ჩვენს მაგივრად ნაცები აზროვნებით. რატოა ეს ყველაფერი გაკეთებული? ნორმალურმა ადამიანმა, ნორმალური ადამიანის გონებამ რომ გაიგოს. ეს არის ყველაფერი ერთადერთი მიზნით გაკეთებული, რომ ვინც გამოხატავს პროტესტს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ, ის ყველა არის ნაცი. და ჩვენი გაიგივება უნდათ ამ პატრონ ძაღლებს, თვითონ ერთი სისტემის ხალხს, აი ამ მათ მიერ დამკვიდრებულ ტრენდთან რა, უცხო ქვეყნის აგენტურასთან. კარგი, გავაგრძელოთ აბა. ისე რო იყოთ ინფორმირებული, ამიტომ ხდება ეს ტვინის გამორეწვის ესეთი მეთოდი არის. არ არის მარტივი ყალბ ამბებთან ბრძოლა. ეს გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა, თუ მათი დღის წესრიგი ქართული სპეცსამსახურებისთვის ცნობილია და შესაბამისად გაშიფრულია ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ დგამენ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ზიანი ვერ მიადგება ვერც ეკონომიკას, ვერც ეროვნულობას და ვერც მშვიდობას, რომელიც განსაკუთრებით აღიზიანებთ რადიკალებსა და მათ გარე პატრონებს. თუმცა მოდუნების დრო არ არის, რადგან ისინი სულ ეძებენ გზებს და მომენტს, როდის მიაყენონ გამოუსწორებელი ზიანი სახელმწიფოს.
ახლა ვისაუბროთ Eagle Hills-ის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციაზე, რომლის გარშემოც დაიწყო ორკესტრირებული ფართო მასშტაბიანი შეტევა. რიგით მოქალაქეებს არ გულისხმობ, მათი ნაწილი არასწორი ინფორმაციის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ისინი, ვინც მიზან მიმართულად სპეკულირებენ, ტერმინით არაბიზაცია და ებრძვიან საქართველოს ეკონომიკას, ზუსტად იციან, რა სარგებელს მოუტანს 6,5-ზე უფრო მეც გულისხმობ მილიარდიანი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ ცდილობენ პროექტის შეფერხებას. თქვენ რამდენიმე წუთში მარია მოშხნელის სპეციალურ რეპორტაჟს ნახავთ, სადაც ჩემი კოლეგა დეტალურად ისაუბრებს საქართველოს ეკონომიკაზე მიტანილ მორიგიერისზე. მანამდე კი თვალსაჩინოებისთვის ორი საერთაშორისო ამბავი მინდა გაგიზიაროთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე კვირის. პირველი, არაბთა გაერთიანებული საემიროები კანადაში 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს და ეს გახდა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი. და მეორე, საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყნის დაგეგმილი ინვესტიცია ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში მომდევნო წლის განმავლობაში თითქმის $1 ტრილიონ გაიზრდება. ალბათ გაინტერესებთ ტრამპის რეაქციაც. პრეზიდენტი ამბობს, ეს ნიშნავს ინვესტიციებს ქარხნებში, კომპანიებში, ეს არის სამუშაო ადგილები, ბევრი სამუშაო ადგილი. ხო და ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ და ვამბობთ კიდეც, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მე სპეციალისტები და მთავრობის წარმომადგენლები, რომ საქართველოში განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის 6,5 მილიარდი სწორედ ამას ნიშნავს, ახალ სამუშაო ადგილებს და მეტ დასაქმებულ ადამიანს. და რა ხდება ამ დროს რეალურად საქართველოში ისტორიულ და უპრეცედენტო არაბულ ინვესტიციაზე. ეთერს უთხრობ მარია მოშხნელს. მოკლედ, ესე ვრცლად, იმიტომ ვასაუბრე, რომ ეს კონტექსტი განვიხილოთ თავიდან ბოლომდე, რას როშავს. მადლობა ღმერთო, რომ ქვეყანას ყავს სუსი ქართული სპეცსამსახურები, რომელი ქართული სპეცსამსახურებიც ანეიტრალებენ ამ საფრთხეს და ეს ყველას კი არ ეხება, რიგითი მოქალაქეები შეყვანილი არიან შეცდომაში, გაბრიყვებულები არიან, გამოსულელებულები არიან და ხალხო მასე არაა საქმე. აი შეხედეთ, არაბები ამერიკულ ეკონომიკაში ცდებენ ფულს, კანადაში ცდებენ ფულს და ტრამპი როგორც ამბობს, ეს ნიშნავს უამრავ სამუშაო ადგილს, დიდ შემოსავალს, ყველაფერს და ამერიკაში რაც არის კარგი, ის როგორ შეიძლება იყოს ცუდი საქართველოში. აი, ასეთი დებილიზმით გადმოსცემს ეს ავადმყოფი, აი ამ თავიდან ბოლომდე კონტექსტს, რასაც ტვინის გამორეწვის და გამოდებილების მეტი არაფერი არ ქვია. მოდი დავიწყოთ ჯერ იქედან, რომ რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში ყოველთვის იყვნენ, ყოველთვის იქნებიან მომავალში ჩვენი რეგიონიდან გამომდინარე ინტერესი დიდია, მაგრამ ამას რა შეხება აქვს იმასთან, რომ მოღალატე არის ყველა, ვინც ქართულ მიწას ყიდის. ქართულ მიწას ყიდის. თანაც ამ უზარმაზარი მასშტაბებით და თანაც ამ ხალხზე. და ახლა იმის დილეტანტიზმი გასაგებია, მასა ამათ დებილი გონიათ და ესე დებილურად გვიყურებენ, რომ აი ტრამპი ამერიკელები ამაზე ოცნებობენ, ატრობენ და კანადელები. ის რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რაშიც დებს ფულს ეს არაბული კომპანია, არაფერ შუაში არაა საქართველოსთან. საქართველოს და ამერიკას სულ სხვადასხვა მიზნები აქვს, სულ სხვადასხვა გამოწვევები აქვს და სულ სხვადასხვა პრობლემები აქვს. მაგალითისთვის, ის რომ ნორმალური ქართველისთვის სამშობლო ასოცირდება საქართველოს ძირითადი მოსახლეობა, აბორიგენი ქართველი ერი, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, ეს ამერიკული საზოგადოებისთვის არ არის მნიშვნელოვანი და ღირებული, იმიტომ რომ ამერიკელები არც ეთნოსი არიან. ეს სახელმწიფო არის მულტიეთნიკური სახელმწიფო, საერთოდ რაღაც კოსმოპოლიტური ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ მართული, სადაც არც სარწმუნოების პრობლემა დგას, არც ეთნიკური ჯგუფის გაქრობის პრობლემა დგას და დგას მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ამოსავალი მიზანი ფული რა ჩაიდება, ფულს ვინ იშოვის, ფულს როგორ იშოვის, მეტი ინტერესი შეერთებული შტატების და უსაფრთხოება. უსაფრთხოება რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად არ არის და ჩვენ შემთხვევაში არის სხვა რაღაცა. ჩვენ ვართ გადაშენების პირას მყოფი ერი, რომელიც გაეროს ოფიციალური ცნობით ვართ შესული გადაშენების პირას და მე ამ დემოგრაფიულ სტატისტიკას თქვენ მოგაწვდით, მაქვს ძველი ბლოგი მაგაზე გაკეთებული, სიღრმისეულად 1-2 წლის წინანდელია და ჩვენ
სარწმუნოება, ეროვნება, სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიული მთლიანობა, ეს პრობლემები შეერთებულ შტატებს არ უდგას. ამიტომ როგორი დებილი და როგორი ავადმყოფი უნდა იყო, რომ ის რაც შეერთებულ შტატებში შეიძლება მოხდეს და ჩაითვალოს იქაობისთვის კარგად, როგორ შეიძლება იგივე ჩაითვალოს საქართველოსთვის კარგად, მით უმეტეს არანაირი ისა რა ქვია გარანტიები იმის, რომ რა პირობებითაც შეერთებულ შტატებში ხდება ინვესტიციის ჩადება, იმ პირობებით ხდებოდა საქართველოში. ახლა ტრილიონი დოლარის დასახლებები იქ არ კეთდება 1000 მიმართულება არის და არც მე ვიქნებოდი და არც სხვა იქნებოდა წინააღმდეგი, რომ ამ კომპანიას და სხვა კომპანიებს საქართველოში ქარხნები ეშენებიათ, ხალხი დაესაქმებიათ, პროდუქცია გამოეშვათ და რასაც რეალური ინვესტიცია ქვია, რეალური ინვესტიცია განეხორციელებიათ, მაგრამ ჩვენ ხო დებილები ვართ ხალხო, ჩვენ ხო ვერ ვაზროვნებთ. ჩვენს მაგივრად აზროვნებს აგერ კანალიზაცია იმედი, მისი წამყვანია ეს ვაჟბატონი ირაკლი ჩიხლაძე სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ქუთაისისთვის ქუთაისელი, ქუთაისიდან, რამდენად ქუთაისელი ეს საკითხავი არის კიდე, მაგრამ მოდი სანამ გავაგრძელებდეთ ამ ყველაფერს შემოკარგებო, მე მინდა თვითონ ეს პროპაგანდონი, რომელიც მთელ ერს დებილად თვლის და თავისი ენატლიკინობით და თავისი ტექნოლოგიებით ცდილობს ხალხის ტვინის გამორეცხვას, ვინ არის რეალურად, რას წარმოადგენს, საიდან მოვიდა და როგორ მოვიდა. მოდი გავყვეთ ერთი, მე ამ ინტერვიუს პერიოდში გადახვევებს გავაკეთებ და მოდი ამ ლირიულ გადახვევებს მივაქციოთ ყურადღება, ვინ გველაპარაკება, რა და რაზე გველაპარაკება. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ გველაპარაკება და ეს მისი სამსახური და მოვალეობა რას წარმოადგენს. აბა, ეხლა შემოგთავაზებთ ირაკლი ჩიხლაძის ქონებრივ მდგომარეობას თუ და საერთოდ მისი შემოსავლების და მისი პიროვნების, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრების პირობებს საქართველოში, რომელიც ეხლა რაც არ უნდა იძახონ აქ აკაცუკოების გამოძიებულია, ამის გამოძიებულია, იმის გამოძიებულია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ დროსა და ამ მომენტში მუშაობს ტელეიმედზე, აგროვებს ამ უზარმაზარ თანხას, გულაობს, კაისვამს, კაისჭამს, ოფიციალური ამონაწერები არის რეესტრიდან და დებილი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდა იმას, რომ ამას აკაცუკო იტყვის თუ თემურლენგი იტყვის, რომ ეს ასე არის. მოდი, გავყვეთ. სამი ბინა და 2 კერძო სახლი. ამ ყველაფრის მფლობელი იმედის ტელეწამყვანი და არხის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩიხლაძეა. სრულიად საქართველო ელოდება გაარკვიოს ვინ იმალება ნიღაბს უკან. უძრავი ქონების უმრავლესობა ბოლო 6 წელში მოაგროვა, ანუ პროპაგანდისტულ არხზე მუშაობის დროს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ახლა ირაკლი ჩიხლაძის სიმდიდრეს დავუბრუნდეთ. მისი ქონება ასე გამოიყურება: 105 კვადრატული მეტრი ფართობის კერძო სახლი სოფელ დიღომში, საკუთარი ეზოთი, რომელიც 2019 წელს 170.000 ლარად შეიძინა. იქამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე კი 30.000 ლარად იყიდა 2 სართულიანი სახლი ქუთაისში. ამის შემდეგ ჩიხლაძემ კიდევ 2 ბინა დაიმატა, ორივე დიღომში, ახალ აშენებულ პრესტიჟულ კორპუსებში. ისინი ახლახანს 2023-2025 წლებში შეიძინა ჯამში 457.000 ლარად. მართალია ეს ყველაფერი იპოთეკური სესხით დაფარა, მაგრამ აბა დაფიქრდით, თქვენ რატომ ვერ ახერხებთ იგივეს, თუნდაც ბანკის დახმარებით? If you're homeless, just buy a house. ირაკლი ჩიხლაძისთვის კი 100.000-ობით ლარის სესხი და ვალი პრობლემას სულაც არ ჩანს. გაისტუმრებს პროპაგანდისტობით ნაშოვნი ფულით. ქვეყანა ვითარდება, წინ მიიწევს, მოქალაქეებს პირველად აქვს დაცულობის
და სიმშვიდის განცდა. რომ მეორე ფრონტზე უარი აფხაზეთი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი და ბოდიში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულს შეუძლია. ისევ რადიკალებმა შერაცხეს ქვეყნის ღალატად და რუსულ თამაშად. როგორ ახალისებენ ძალადობას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ასევე მთავრობები და ბრიუსელში გამაგრებული ევრობიუროკრატები, ჩვენ ვყვეთ, გვინდა მშვიდობა თუ გვინდა ომი. არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ გადავრჩით და რომ არა 2012 წლის დღეები, დღეს საქართველოს არ ვიცით როგორ იქნებოდა. მისი ხელფასი დაახლოებით 20,000 ლარია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასსაც კი აღემატება. ჩიხლაძის ანაზღაურების ოდენობა მისი არხის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლისგან შევიტყვეთ. ფაქტია, იმედისგან ჩარიცხული ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. არც რაიმე კომპანიას ფლობს ბიზნესს რომ მივაწეროთ მისი უეცარი გამდიდრება. ოცნების ერთგული მსახურობით გამომუშავებულ ფულს ჩიხლაძე მოგზაურობაშიც ხარჯავს. გაგიკვირდებათ და ევროპაში. აი იმ ევროპაში მის არხზე რომ ბნელს და გარყვნილს უწოდებენ. თვითონ კი ბელგიაშიც დადის და საბერძნეთის კუნძულებზეც. ასია ვიზია. შენ ზაუსროლია ირაკლია ავრორას. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. ახლა ეს ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, აი ამ საწამლავში აღებული ფულით, რომელიც პრემიერ-მინისტრს ემეტი ხელფასი არის და ოფიციალურად ამაქვე საუბარი და კაცი ტლიკი-ტლიკი ისმენს არაფერს არ აკეთებს და ამ ტლიკი-ტლიკინში ცხოვრება სიზმარივით მოდის, ამას ბიჭო ახლა თქვენ ბიზნეს და კოცებს ცუდ სათქმევიებთ რამეს და ამას გადაათქმევიებთ რამეს? ამდენი სახლები იყიდა, ამხელა ფულები იშოვა, ჯიბეში ჩაიდო, არა და როგორ მახსოვს, რომ დამწყები ჟურნალისტი როცა იყო. ეხლა ის ვიდეო ამოღებული არის, თუ სადღაც ნახე, აჩვენებთ, როგორ წუხდა, როგორ შფოთავდა, როგორ მოთქვამდა იმაზე, რომ თურქეთში თურმე მე-10 კლასის წიგნში შეტანილი იყო, რომ ბათუმი და აჭარა თურქეთის ნაწილი იყო და როგორ ეროვნული ქონდა ჩართული, მაგრამ მე როგორც კი იმედზე შედგა ფეხი და უკნიდან განათლდა ღრმად ბიზნესეული განათლებით. მე უკვე 2017 წელსაც, როდესაც ჩვენ ვიძახდით ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოსო, ბნელები, ქსენოფობები, ტელეიმედი ემიჯინება ამ ყველაფერს და დაფასებია კაც ამიზე უსვრია ავრორას. მოკლედ, გაიგეთ ახლა თქვენ, ვინ გელაპარაკებათ, რას გელაპარაკებათ, როგორ გელაპარაკებათ და რანაირად გელაპარაკებათ. ახლა კი გავაგრძელოთ კანალიზაციის მომწამვლელი სიუჟეტი. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორი სქემით ხდება შეტევა სახელმწიფოზე, ისტორიული მნიშვნელობის პროექტებზე, საპატრიარქოზე, უწმინდესზე, ჯარზე, პოლიციაზე, პოლიტიკოსებზე, სახელმწიფო მოხელეებზე, სასამართლო სისტემაზე. დავახვიოთ ოდნავ და გადავიდეთ. $1 მილიარდის საინვესტიციო პროექტი. გამოჩნდა თუ არა MR ჯგუფის საქართველოში სინქრონული შეტევა დაიწყეს რადიკალებმა საკუთარი თავების გაცოცხლების და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანების იმედით. ამ ქვეყანაში ინვესტიციები, ხელშეკრულებები უნდა იდებოდეს ქართულ ხალხთან და ქართული ხალხისთვის. სინამდვილეში ეს ყველაფერი ეხება არა გამჭვირვალობას, არამედ ეროვნული ინტერესების ღალატს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი მხრივ კრიმინალი და მეორე მხრივ მიწაწყლის გაყიდვა. ხელისუფლება ებრძვის აი ამ რეკრეაციულ რესურსებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კოორდინირებული ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორი მიმართულებით გაშალა. ცრუ ინფორმაციით ადამიანურ ემოციებზე მანიპულირება, დრამატიზება და მეორე, ეკონომიკური სარგებლის გაუფასურება. როცა რეალური რისკები არ არსებობს, ადამიანებს ატყუებენ და ეუბნებიან თითქოს ქვეყანაში არაბიზაცია იწყება. ამ დროს არ არსებობს ლოგიკასთან ახლოს მყოფი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ამ მიზან მიმართული ტყუილის საფუძველი იქნებოდა. ეს იწვევს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ბუნებრივი ამას მოყვება სოციალურ გაუმჯობესება, უმუშევრობის შემცირება, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს ყველაფერი სამწუხაროდ აი ესეთი რადიკალური ოპოზიციისათვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ რევოლუციას ჭირდება შიმშილი და ინვესტიციას მოაქვს კეთილდღეობა. თან თუ ეს ინვესტიცია მით უმეტეს სწორად არის დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მიზანი სწორედ ეს არის, რომ
რამენაირად ჩაშალონ ინვესტიცია და ამას შემდგომში თქვათ უკვე ეკონომიკური განვითარების შეფერხება მოყვეს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ჩასახლდებიან მაინც და მაინც Eagle Hills-ის პროექტებში და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს, დავითვალოთ ციფრებით. გონიოსა და კრწანისის მასშტაბური პროექტები ჯამში მხოლოდ 16,000 საცხოვრებელი ბინის მშენებლობას გულისხმობს. ინვესტორს მოლოდინი აქვს, რომ ნაწილით უცხოელებიც დაინტერესდებიან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეხლა თქვენ ხო კარგად გახსოვთ, ჩვენ აქ გავარჩიეთ ალაბარის ინტერვიუ, რას ამბობდა კაცი, როგორ ამბობდა, როგორ არაფერს არ მალავდა, პირდაპირ ამბობდა, რომ ეს მთავარი ინვესტორი, რომ მე დიდ პროექტებზე ვარ ორიენტირებული, მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი გაიყიდება მდიდარ ფულიან ხალხზე, რომელი მდიდარი ფულიანი ხალხიც არიან არაბეთში, ევროპაში, უცხოეთში, იმიტომ რომ ქართველებს ამის საშუალება არ აქვს, მაჩვენეთ მე მასობრივად ქართველი, რომელი ქართველიც იყიდის ბინას, რომლის კვადრატის ფასი $4,000-დან $8,000-მდე მერყეობს. Ну თქვენ ალბათ სხვადასხვა საქართველოში წარმოგვიდგენია ცხოვრება, მაგრამ რეალობა ქვეყნის შიდა პროდუქტიდან გამომდინარე, სადაც მინიმალური ხელფასი კანონით $20 არის და ასე შემდეგ, ეს ხო გამორიცხულია კაცო. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი არის გათვლილი მხოლოდ და მხოლოდ ფულიან ადამიანებზე. რომელი ფულიანი ადამიანები საიდანაც მოდიან, იქედან მოდიან. ძველი ქართული გამოთქმა თაფლი იყოს, თორემ ფუტკარი ბაღდათიდან მოფრინდება. მაგრამ აკვირდით ამათ ესე რომ ვთქვათ აზროვნებას, რომ ეს ბნელები ჩვენ არ გვაცვლიან იმის საშუალებას, რომ ჩვენ გვინდა თურმე შიმშილი გაჭირვება სიღატაკი, ამათ უნდა სიკეთე და ბედნიერება. ავაგრძელოთ. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გასული 4 წლის განმავლობაში სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში 60,000 ბინა იყიდეს, მათ შორის ხაზარა აი, თავიანთი პირით აღიარებული, რომ საქართველოში უკვე შეძენილი არის 60,000 ბინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ამას ჯერ არ გამოუწვია დემოგრაფიული ბალანსის დარღვევა. 10 გამოიწვევს კაცო. რა პრობლემაა? სადაც 60,000 გავყიდეთ, იქაც 16,000 მივადოთ, სადაც აფხაზეთ და სამაჩაბლო დავკარგეთ, კაცო. იქ დავკარგოთ ქვემო ქართლიც, კახეთიც, აჭარაც, სამეგრელოც, დავტოვოთ მარტო ესა რა ქვია, ქუთაისი და რა ვიცი, თბილისის ამიროდ გადაიქცევა, გორს ალბათ იქეთ ცხინვალის რეგიონს მივერთებენ და დამთავრდება რა. სადაც 60,000 იქ რა პრობლემა არის 16,000 და 16,000 ბინა ხალხო რომ აიღოთ თითოში, რომ ჩასახლდეს ელემენტარულად 4 სულიანი ოჯახი, წყვილი და 2 შვილი. თუმცა მაგათ 4 სულიანობა გააჩნიათ. რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის საქართველოში? ამის დებილი უნდა იყოს ხო ადამიანი რომ ვერ ხვდებოდეს, მაგრამ თურმე ვერ ხვდებით. ჯაფარიძის სამშენებლო კომპანიებში. ამიტომ არაბიზაციის ეს ქსენოფობიური აბსურდი რადიკალებმა დაამძიმეს კიდევ უფრო სამარცხვინო პოზიციებით. ამ ხელშეკრულებაში რა წერია, იცით საერთოდ? მაგალითად, მე სასულიერო პირის შემხვდა ერთ-ერთი, რომელმაც მითხრა, რომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, მაგალითად მეჩეთების მშენებლობა იგეგმება ორივე ლოკაციაზე და იმიტომ არის გასაიდუმლოებული ეს ხელშეკრულება. იმიტომ რომ საუდის არაბეთის მოქალაქეები მუსლიმები არიან, საკმაოდ ტრადიციული ერია და ეს ჩანაწერიც ივარაუდება, რომ არსებობს. რა ტიპის ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ავიდან ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ გააღვიძონ ადამიანებში ერთგვარი, ასე ვთქვათ, ულტრა ნაციონალური გზნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში. რომ ერთ-ერთმა ლელოეოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ უნდა მეჩეთები ააშენონ, ანუ რომ კიდევ უფრო დაამძიმონ ადამიანების აღქმაში ეს პროექტი. ამიტომ მიდიან ამ რო ვიტყვიან აი ესეთ უკიდურეს ბნელ პროპაგანდაზე. ხლა თვითონ ვისაც აქვს ელემენტარული წარმოდგენა, როგორ მოქმედებს საქართველოში სამშენებლო ბიზნესი და ზოგადად რომ საქართველოში ღია ქონების შეძენის საკითხი და რა რაოდენობის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოში, ის ადამიანი დაინახავს, რომ
ის რაოდენობა საცხოვრებელი ფართისა, რაც ამ პროექტის განხორციელების 4 წლიანი, ასე ვთქვათ, 4 წლიან თუ 3-4 წლიან განმავლობაში უნდა მოხდეს, ის რაიმე სერიოზულ ზეგავლენას აბსოლუტურად ვერ მოახდენს ჩვენ ქვეყანაში, თქვათ, რაიმე დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ხო, ისევ ეს ბლა ბლა ბლა, ისევ ეს რაღაცა ბოდვები და ამ ბოდვებიდან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ თურმე ქსენოფობია ხალისდება და ასე შემდეგ. ეხლა მინდა კიდე ერთი ლირიული გადახვევა გავაკეთო. ვინ აყავთ გამოყვანილი კოცებს მთავარ, ასე რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგედ ამ ყველაფრისა. რა თქმა უნდა, ლელოს აძირალა წარმომადგენლები, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ საუბრის უფლება არც საქართველოზე, არც ქართველი ერის პრობლემებზე, არც არაფერზე რა, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივად მონაწილეები იყვნენ ქართველი ერის გენოციდში და ყველაზე იდეალური იარაღი არის ახლა კოცებისთვის, საერთოდ ეს მევახშეების ბრიგადა, რომელი ბრიგადაც ყოველთვის მოდის კოცების გასაправებლად. ეს იქნება არჩევნები, ეს იქნება აგერ ინვესტიციაზე თავის წამოყობა, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ ხალხს ეზიზღება ეს ხალხი და ამათთან აფილირება ხალხს არ უნდა. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ეს დაკომპრომატებული, რატო თამაშობენ ესენი, რატო არის კოცებისთვის საყვარელი ეს ხალხი ყველაფერთან ერთად, აი ამ თამაში განსაკუთრებულ როლს. მარტივი არის ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, აი ეს სპიტალო, ეს არ ვიცი, ვერ ვიხსენებ, კუპრაძე არის თუ კუპრაშვილია თუ რაღაცა ეგეთი გვარი აქვს, გვარს არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ რო იცოდეთ, ეს ვინც ლაპარაკობდა ახლა ლელოდან, რომელიც იყრიდა გენის თბილისის მერობის კანდიდატებზე, ძალიან ცუდი სენი მაქვს ისე ცუდი ადამიანების სახელების და გვარების დამახსოვრება მიჭირს ისე პერსონულად კი შემიძლია გითხრათ, რომელიც TBC ბანკს, ესე იგი და ხაზარაძე და TBC ბანკი ერთმანეთიდან არ განირჩევა, თავის დროზე TBC ბანკი იყო ერთ-ერთი აქტიური ესა რა ქვია მონაწილე ქართველების გამოსახლების, ქართული მიწის გაყიდვის, იქამდე ბორჯომი არის, იმის გაყიდვასაც კი არათუ მარტო იმათ რა ქვია, როგორც საბადოს, ასევე ბრენდის გამყიდველად რუსულ კომპანიას, მათ შორის უშიშროების ბანკს ალფა ჯგუფს მიყიდა ხაზარაძე. ეს ყველაფერი და პრობლემა არ იყო, რომ ქართული ბრენდი თუნდაც ბორჯომი რუსული ბრენდის სახელით იყიდებოდა სოფლიოში. ამიტომ იდეალურად არის ეს პერსონაჟი შერჩეული, რომ ამად გვერდით ადამიანები არ დადგებიან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა მე მინდა იმ ხალხს, ვისაც შეიძლება არსებობდნენ ესეთი კატეგორია ადამიანები, რომლებსაც ამათი ჯერა ლელოელების, მევახშეების, კოცების გამправებელი ძალის და აი ახლა მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ამ მევახშეების, ესე რომ ვთქვათ, ნამოქმედარი და ნაღვაწარი ერთ-ერთი მომენტი ქართულ მიწასთან დაკავშირებით უცხოელებზე როგორ ყიდიან. აი, ბორჯომის ფაქტი ხომ გითხარით? აღარა მაქვს საუბარი ის წართმეული ბინები რამდენ უცხოელზე აყიდულ გადაყიდული ამაზე არ ალაპარაკი, ხო? ეს წართმეული ტერიტორიები. აი, უშუალოდ მიწაზე ხო საუბრობთ? აი, როგორც ბორჯომის მაგალითი იყო რუსებზე მიყიდული, აი ამ შემთხვევაში კიდე რა აქვთ? აი ამ კუპრაძეს და მის პარტიას, მის მამამთავრებს ჩადენილი. ჩვენს წინაშე არის შემოკარგებო TBC ბანკის მფლობელობაში არსებული მიწა, რომელიც მის მფლობელობაში იყო გადმოსული როგორც მონაცემებით 2012 წლიდან TBC ბანკის ბალანსზე და TBC ბანკი ფლობდა მიწას მითითებულ კოორდინატზე, რომელიც არის მითითებული შესაბამისი კანონის შესაბამისი ნომრით, კოდით, ყველაფრით, აი
შეგიძლიათ ნახოთ, ცალკე შემიძლიათ თუ ვინმეს აინტერესებს ეს დოკუმენტი გამოუგზავნო, ეს არის 2012 წლის მონაცემები, რომ ამ ბანკის ბალანსზე არსებობდა ეს ფირმა. ეს გადაეცით რა იქ თქვენ პარტიაში, მათ მიწის მცველებად რო გაქვთ, დიდ მამულიშვილებად რომ მოგაქვთ, თავი ახლა თქვენ იმას კი გონია თავი, რომ ილია და ილიასი რა გითხრა, მაგრამ რა ვიცი, აბა კაჟაიაბულავას კი მახსენებს ახლა და თუმცა კაჟაიაბულავაც არ ყიდით ამ მიწას რა, ეს კოცების ჯიბის ოპოზიციას ეხება, რომელიც ლიდერების კოცებმა შეიწყალეს ციხიდან გამოუშვეს, ამდენი რამე აპატიეს, აქეთ-იქეთ არჩევნებში მისაღებად და დღეს აგერ სასურველი ოპონენტი ყავთ გამხდარი ხალხთან სალაპარაკოთ, რომ ხალხის წინააღმდეგ არიან ესენი. აი, ეს არის TBC ბანკის ბალანსზე არსებული მიწა, რომელი მიწაც იქნა 2021 წელს გაყიდული და იყიდა სამშენებლო კომპანიამ EGT რაღაც ჯორჯია, რომელსაც ესე ქვია, EGT ჯორჯია დეველოპმენტ ჯორჯია, ну ეს ამათ ხო საერთოდ მანია არსებობს საქართველოში ეს ტრანსლიტერატურის და IGT development ჯორჯიაზე იქნა მიყიდული ეს, რომელიც ასევე სამშენებლო კომპანია, არა მარტო სამშენებლო კომპანია, დიდი ჯგუფი არის, რომელიც საქართველოში უზარმაზარ რაღაცებს ფლობს და თქმა უნდა, ახლა მათაც იქ დეველოპერული პროექტები ააშენეს სახლი, როგორც ახლა არაბები აშენებენ, იქ, რა ვიცი, ვის მიყიდეს იმ 60,000 უცხო ქვეყნის მოქალაქედან მიყიდეს იქაც მიწები და მორჩა დამთავრდა. არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ანუ ის, რასაც ახლა ეს ნაბიჯვარი ხაზარაძე და მათი გუნდი ბრალდებას უყენებს კოცებს, თვითონ ეს გაკეთებული აქვს, კაცო. გითხარით, ალფა ჯგუფზე მიყიდული ბორჯომი და ბორჯომის ბრენდი და აი მიწაზე თუ კი მიდგება ლაპარაკი, აი აგერ არის მიწა, აგერ არის კოორდინატები, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შებრძანდეთ, შეამოწმოთ რეესტრის ამონაწერები, ახლა ამას მე ვერ გავაყალბებ, ვერ მოვიგონებ. აგერ არის ბატონო. ამიტომ კოცებს სჭირდებათ ეს ხალხი იმისთვის, რომ ესენი იყვნენ ამათი ოპონენტები. ახლა საინტერესო არის, რომ ზოგიერთი შემომიხდება, ვიცი მე რომ ამას მოყვება ერთი ამბავი და იქნება, რომ ეს IGT ჯორჯია ქართული კომპანია არის და მას ფლობს ვიღაცა საბანაძე მართავს და ასე შემდეგ. მოდი, ამიტომ მე ამ ყველაფერს გადავხედე და ესე იგი ვის მიყიდა ხაზარაძემ ეს კომპანია შევამოწმოთ. აი შპს IG development ჯორჯია. შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ, აქ არის კოდი, ყველაფერი მითითებული. ეს არის სად არის დაფუძნებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო სტატუსი გააჩნია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არის საინტერესო ერთი რაღაცა, თუ ვინ შექმნა ეს კომპანია და ვინ არის ამ კომპანიის მფლობელი, ამ IGT Development Georgias. აგერ ბატონო, ამონაწერი არის უცხოური საწარმო EG International LLC. შავი თეთრზე წერია, რომ 100%-ის ამ კომპანიის მფლობელი არიან ისინი. უცხოური საწარმოები. ახლა ჩავეძიე ამ კომპანიას რა წარმომავლობისა და რა ჯიშის და რა რჯულის არის და რა ვიცი, მივაგენი მეტნაკლებად. აი ეს არის ეს კომპანია, რომელიც არის რა თქმა უნდა International კომპანია, არის ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, ამიტომ ეს არანაირად ეს ქართული კომპანია არის, ეს ბატონი მინდია საბანაძე არის წარმომადგენელი საქართველოში, აი ამ ამერიკული ინტერნაციონალური ჯგუფის,
რომელი ინტერნაციონალური ჯგუფიც აწარმოებს ბიზნეს საქმიანობას საქართველოში და მას აქვს შექმნილი საქართველოში კომპანია IGT Development Georgia, ამერიკელები არიან, ამერიკული კომპანია არის, რომელმაც იყიდეს ქართული მიწა და ამ ქართულ მიწაზე ააშენეს ზუსტად იგივე მცირე მასშტაბით პროექტები, რომელშიც შეასახლეს მერე ეს უცხოელები. ამიტომ მე აქ საუბარი მაქვს იმაზე, რომ ჩასვლილები და მისვლილები და მოსვლილები ერთი მეორეს უძახებენ ასე, რომ ჩვენ ხო შენაირები არა ვართ, ეს როგორ ლაპარაკობს, რანაირად ლაპარაკობს, მე ვარ რეპორტაჟშიც მაგ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, არ მინდოდა სიმართლე გითხრა, საერთოდ არ ვიცი ეს პიროვნება ვინ არის კაცო, არ ვამბობ ცუდ კონტექსტში, ვინმე არ გამიგოს, მე არ ვიცნობ ამ პიროვნებას, არ ვიცი მისი არც წარსული, არც აწმყო და არც სამომავლო გეგმები არ ვიცი. უბრალოდ გადავამოწმე, უბრალოდ ეს ადამიანი, ეს ბატონი საბანაძე, ვინც არის ახლა ამ IGT Development-ის დამფუძნებელი, ვინ არის, რას წარმოადგენს და თუ რამე შეხება გააჩნია მას პოლიტიკასთან. არაფერი გასაოცარი აქ არ ყოფილა არაფერი, თქვენ შეგიძლიათ აი აქ ნახოთ, შემიძლია სრულად გავშალო, რომ ეს ადამიანი თავის დროზე 2012 წელს იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი, 2016 წელს იყო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს შემომწირველი, 2017-ში იყო ასევე ამათი შემომწირველი. ნუ ერთხელ 35 ლარი აკლია 50,000-ის ჩარიცხვას და ორჯერ სრულად 50,000 აქვს ჩარიცხული. მოქმედ თუ წინა ხელისუფლებასთან, ნუ ეს გასაგები არის, ეს ჩვეულებრივი სახელისუფლო რეკეტი არის, რომელ დროშიც არ უნდა იყოს, არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაში, იცვლება მხოლოდ სახელები და გვარები მართველების, ფორმა მართველობის არის იდენტური, მაშინ თუ ნაცი ავალებდა, რომ ფული ჩამერიცხე ჩემი პოლიტიკური საქმიანობისთვის და ბიზნესი რო აწარმოო და ასე შემდეგ და ამ საბანაძეს გულში უცებ პარტიული ამბები გაუჩნდა და ჩაურიცხა, აგერ ქოცები მოვიდნენ, ქოცებსაც ჩაურიცხა ერთხელ, ქოცებსაც ჩაურიცხა მეორეჯერ, ნუ სამჯერ ჩარიცხა 150,000 ლარი, ეს რაც თეთრი ჩარიცხვა არის და ახლა იქ რაც შავი სალარო არის და რაც ყულაბაში აქვს ბიზნესმენებს და ამათ და იმათ შესატანი, მე უკვე ცალკე საკითხავი არის. ამიტომ როდესაც ვინმე ახლა დაიწყებს იმას, რომ არა, თქვა და ეს IGT Development Georgia ეს არ არის უცხოური, ეს ქართული შეპესია, არანაირი ქართული შეპესი არის, ეს არის ინტერნაციონალური ჯგუფის ამერიკული ჰოლდინგის მიერ შექმნილი წარმომადგენლობა საქართველოში და მისი ქართველი წარმომადგენელი, რომელმაც იცის ადგილობრივ მაფიასთან, პოლიტიკურ მაფიასთან, როგორ აწარმოოს ბიზნესი. როგორ აწარმოოს ბიზნესი, ვინცა ამ მთავრობაში, იმას უნდა ურიცხოს ფული და ეს ყველაფერი აგერ შვენივრად ლამაზად წარმოაჩენს ამ ყველაფერს. ნუ, რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი არის ქოცებისთვის ძალიან მსუყი არგუმენტი მათ კანალიზაციაზე, რომელიც ადამიანების ტვინების გამორეცხვისთვის არის შექმნილი და თავიანთი პოლიტიკის საწარმოებლად არის შექმნილი. მათ ოპონენტად ყავთ გამხდარი ხაზარაც და ვინც ქართული მიწის გაყიდვის წინააღმდეგები ხართ, ხალხო, თქვენ ყველა ან ნაცები ხართ, ან ხაზარაძეები, რო იცოდეთ. აი ამაში იხარჯება ეს ყველაფერი. მოდი გავაგრძელოთ ამათი ბოდოა. დღეს მსოფლიოში რომ არაბული ინვესტიციები ყველაზე მასშტაბური და ეკონომიკურად მიმზიდველია, რამდენიმე დღის წინ ამერიკაში საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გაჟღერდა. მოჰამედ ბინ სალმანს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა და 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციისთვის მადლობა. მოკლედ, ბოდოა ისევე შედარება უცხოეთთან, არ ვაპირებ ამ იდიოტიზმის მოსმენას, რომ ამერიკაში არაბებმა რამდენი ფული ჩადეს. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას. უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ სწორედ ეს დადებითი ეფექტი არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის ჩაშლას ცდილობენ. კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატება მათ საბოლოო დამარცხებას უდრის. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი ვაიმე ჩემი ტურფა ქალი მოაზროვნე
ბიზნესმენი ოჯახიდან, პოლიტიკოსი, კრიტიკოსი, ისე მოხდა ინდიკოსი, სამიშვილის დედა, რომელიც გენდერული საბჭოს თავმჯდომარე იყო და გეი პარადების ჩატარებას უჭერდა საქართველოში მხარს, მერე უცებ შეეცვალა აზროვნება და ახლა ჭუჭები კი აქვს დაბერილი ის რა ქვია არ მინდა გავაგრძელო ვისავით ყველა ხდება. მცდელობა რომ ამ პროექტს დაარტყან და რისთვის სჭირდებათ ამ პროექტზე გალაშქრება, ეს არის ჩვენი ეკონომიკის სერიოზული მიღწევა და თუ აღნიშნული და მისნაირი პროექტები არ განხორციელდება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის შენარჩუნება რთული იქნება. ამიტომ იცის გოგო. იცის ქალია, დედა, ქართველი ქალია, ზრუნებს, ტრაქზე ბუსარი ჯერს, ისე იცმევს და იხურავს, აქ ფული, საშუალება, ყველაფერი და აბარა და ესეთი მდიდარი ხალხი უნდა. ერთი შენ იმაზე გაგვეცი პასუხი 75 თუ 76 მილიონი მამაშენს რატომ აპატია ოფიციალურად სახელმწიფოს სახელით ქართულმა ოცნებამ ეს გადასახადების და ამის ამბავი ის აგვიხსენი რამენაირად და მაგი არ გვაინტერესებს, მაგას ჩვენც ხვდებით რაშიცაა საქმე. აი ამას ნინო იაწილოსანს გადაეცით ვინმე ეს მაგათ ძვირფას პარტიაში. ლელოს ისევე როგორც მისი მოძმე რადიკალური პარტიების მიზანია, რომ როგორღაც დააზიანონ ქართული ეკონომიკა. ლელოს წევრები გაურკვეველ შეთქმულების თეორიაზე სერიოზული სახეებით მსჯელობენ და ცდილობენ ადამიანებს დააჯერონ თითქოს რაღაც კატასტროფული მოსალოდნელი ზიანის გამო არის იგლისთან დადებული ხელშეკრულება კონფიდენციალური. სინამდვილეში ინვესტიციების ეხლა მიდის რა? ეხლა გამოყავთ ლელოელები რა ცუდები არიან, ეს მევახშეები რა დამპლები არიან, როგორ დამპლურად წაიყვანეს საქართველოში მათი ბიზნესი, როგორ ცუდად მოიქცნენ არანკლიის პორტთან დაკავშირებით და ხალხო თქვენ ამათ მხარეზე ხართ? თქვენ ამათ გვერდით გინდათ იყოთ და ქვეყნის განვითარებას წინააღმდეგებით? საკუთრებით მსხვილი პროექტების დროს შეთანხმების დეტალების კონფიდენციალურობა მსოფლიო პრაქტიკაა. საქართველოს აი ეს ჩვენი ეკონომიკის მინისტრი არის, ქართული ეკონომიკის დედა, რომელსაც თვალები უჟუჟუნებს, ალაბარს რო უყურებს, ისე როგორც მაგდა იანიკაშვილს უჟუჟუნებდა თვალები და ხელს აწერს იქ გაფორმებას თუ როგორ უნდა გაყიდოს ქართული მიწა. ერთ ცნობილ მიშას დროინდელ ქალს მაგონებს ეს ყავდა მიშას თავის ქარამხანაში ყავდა, ისიც ეკონომიკის მინისტრი იყო, ახალგაზრდა პერსპექტიული ბიზნესმენი, კანადიდან ჩამოსული ქალი, ვერა ქობალია. და ის იყო ქართული ეკონომიკის დედა. მიშას დროს, აი ამათ დროს ეს არის ქართული ეკონომიკის დედა, რომლის ქონებასაც რო გადახედო 35 წლის ასაკში დღე და ღამე რო იმუშაოს ადამიანმა ვერ მოაგროვებს ესეც არ ვიცი საიდან და ვისი მოყვანილია და რა მიზნითა თურნავას არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კრია. პრემიერ-მინისტრმა ხაზარაძე ჯაფარიძეს საკუთარი თავები შეახსენა, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ხელშეკრულების გასაჯაროების წინააღმდეგები სწორედ ისინი იყვნენ. ეს კამპანია დაიწყო ლელოს ლიდერმა, რომელმაც თვითონ მოითხოვა რამდენიმე წლის წინ მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმების გასაიდუმლოება. და ამაში ვერ გამამტყუნებ, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკა და სწორი პრაქტიკაა, იმიტომ რომ კომერციული შეთანხმება თავისში არის კომერციული შეთანხმება, იქვემდებარება, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებას. ქვეყნის ეკონომიკის დაქცევით დაინტერესებულებს კოვზი ისევ ნაცარში ჩაუვარდათ. მათი პრობლემა ყოველთვის არაგულწრფელი დამოკიდებულებაა ადამიანების მიმართ. აი ხალხო, რასაც გეუბნებით რა, რომ ამოჩემებული ყავთ ახლა ესენი კოლექტიური ხაზარაძის იქეთ. ვითომ და ვერავის ვერ ხედავენ, სინამდვილეში აქვს ძალიან სერიოზული ჟიმჟიმი. ძალიან სერიოზული ჟიმჟიმი აქვს ამათ დაწყებული, იმიტომ რომ კარგად იციან რეალობა ხალხის განწყობა, დედის ტუჩებს აგინებენ ამათ ის ხალხი, ვინც ხმამიცეს. მე რომ აბრალებთ, ამ მრჩეველს აგინეო ისე ბოდიში ახლა ყველაფერი მას გადაული და ისე მტყნის დედა შევეცი. რამდენიმე არასდროს არ მეთქვას, რომ ესა რა ქვია, ამ მომრჩევლებისთვის დედა არ მეგინებიოს, რაც ის ვიდეოები, რაც თქვენ გაავრცელეთ და ქოცს და ქოცების ამ მომრჩეველს შორის
არ ვსვამ ტოლობას, კიდე ერთხელ ვაკეთებ განმარტებას, იმიტომ არ ვსვამ, უბრალოდ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში არჩევნები როგორ სტარტდება, ყველამ ვიცით. შეშინებით, შანტაჟით, ტერორით, 1000 უბედურებით, მოტყუებით, ამიტომ ამ ხალხს ტყილან უეფარებით ქოცებო უკან. ამომრჩეველს კი არა, თქვენ გაგინეთ, თქვენ. ვის გაგინეთ, იცით? რო იძახით, რომ ქოცები არა ვართო და ამ დროს ქოცები რო ხართ. იმის ტრაკის რო არ ყოფნით, რომ ქოცი ვარო გეთქვა. თქვენ ნაცების დროსაც ასე მოიქცეოდით, რომ ნაცები არ ვართო, მაგრამ ნაცებზე შეგინებაზე თქვენ მოხვდებოდათ გულზე. აი ეს ბიონაგავს მინდა რა, მივმართო. აი ახლა ამ შემთხვევაში რას აკეთებენ? ისევ და ისევ ეფარებიან ამომრჩეველს, ისევ და ისევ ეფარებიან ამ იმას რა ქვია, თურმე ბინძურ ძალას და თვითონ არაფერ შუაში არ არის, კაცო თავის დროზე ხაზარაძეც ასე აკეთებდა და რა მოხდა მე ახლა თვითონაც და თურმე ეს პროტესტი დაუწყია ხაზარაძეს. საერთოდ ვინ უსმენს მაგათ და ვის რაში აინტერესებს მაგათი აზრი. როცა იციან ტყუილს ლაპარაკობენ, მაგრამ რადგან ეს ტყუილი აწყობთ სიმართლედ ასახებენ. აღქმებზე მუშაობა იყო მათი სტრატეგია, როცა ანაკლის ღრმაწლოვანი პროექტი 7 ჯერ ვადების გადაწევის მიუხედავად ჩააგდეს. არადა ქართული სასამართლოს გარდა კონსორციუმს საერთაშორისო საარბიტრაჟო და ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოებმაც უთხრეს, რომ სახელმწიფო პრობლემას როათ. როდესაც ვადარებთ საინვესტიციო პროექტებს, რატომ თუ არაფერი იყო დასამალი? ეს უკაცრავად, მაგრამ გიორგი აბიაშვილი თუ რა ვიცი, ახლა რო ბიზნესმენად არის გადაქცეული თავის დროზე რო მოღალატე გიორგი მარგველაშვილის მარჯვენა ყვერი იყო, ხო? ახლა ქოცების გამრავლებლადაა გადმოსული და ნახეთ რა სიძახის. გულსამრევი რამე იყო დასამალი, იმიტომ რომ ჯამში ჩვენ მივიღეთ და ამის შესახებ ვსაუბრობ თაღლითური ხელშეკრულება. აი ეს იყო დასამალი და თაღლითური ხელშეკრულების დამმალავები ახლა საუბრობენ იმის გასაჯაროებად, რაც სადაც გასაჯაროებულია. მათ შორის მონაწილეობის დროს ინვესტორების წარმომავლობა პრობლემა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ხდება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ამას კიდევ ერთი მაგალითი ადასტურებს, რომელიც პირდაპირ ეკონომიკაზე ტერაქტის მცდელობებს არ ღირს რა, აი ამათი მოსმენა, აი ნამდვილად არ ღირს ამათი ბოდვების მოსმენა, მით უმეტეს ამ ხელა ინტელექტის თავი ნამდვილად არ ამაქვს სიმართლე გითხრათ, ამათ ლოგიკაში ჩავწვდე და ამათ აზროვნებას, როდესაც თვითონ ესე იგი პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადაქცეული არის ასე რომ ვთქვათ აყიდვების მენეჯერად, აი მაშინ რა ქვია და განცხადებებზე აკეთებს, რა უნდა ველაპარაკო ახლა მე ამ ადამიანებს და ამაში დაახლოებით $600 იხდის მე Facebook-ზე ამ პოსტის გაზიარებაში და გადახდაში. რომელიც რეკლამას უკეთებს თვითონ არაბულ ინვესტიციას და ენაგადმოგდებული ძაღლებით დაიწყო წანწალი, ხან პოსტივიზე მიეთრია, მიდღემჩი რო არ ახსოვს ვინმეს მისულიყო იქ, იმაზე აჭარის ტელევიზიაზე მივიდა, ტელეკომპანია იმედზია, Facebook ლაივებს წერს და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ ამათ ძალიან უჭერთ ახლა ეს ყველაფერი. ჩამონგრევის და ეს ყველაფერი ლოგიკას არ ექნება, კლაც უპრეცედენტი ისტორიულია თავისი არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ დადებითი ეფექტით. ეს იყო ამათი შეფუთული ნაგავი. ახლა კი მე მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც თავში შეგვირდით, ჩემო კარგებო, ის თუ უკვე საქართველოში ინვესტიცია ვისაა განხორციელებული, როგორ და რანაირად არის განხორციელებული, ვინ არის ეს არ ეხება ჯერ ამ Eagle Hills და ამ არაბულ ინვესტიციას. უკვე არსებული არაბი ინვესტორები, ეგრეთ წოდებული ინვესტორები, რომლებიც არიან საქართველოში, ვინ არიან ეს ხალხი და სად არიან და როგორაა შეძენილი ქართული მიწები, აგერა. აქ ეს ლამთხოვეს, რომ მესაკუთრეებიო ვინ არიანო, კარგად ამოვიკითხეო. ეხლა აგიკითხავთ ამ დოკუმენტს ნაკვეთი საკუთრების ტიპი, ნაკვეთის დანიშნულება, არასაზოგლო სამეურნეო,
ნახეთ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მესაკუთრეები არიან შუყუს იორკ ჰოლდინგ გრუპი გადაწყვეტილება დამოწმების თარიღი 20.01.2023 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შენობა ნაგებობის ჩამონათვალი თქვენ შეგიძლიათ საცხოვრებელი მშენებარე საცხოვრებელი საერთო ფართები წერია კიდევ მისამართი ქალაქი თბილისი სოფელი აბახმელა ნახეთ ასევე აქაც არის ეს შუყუსი იორკ ჰოლდინგ გრუპი ძალიან ხშირია მეტი წილი შუყუსი იორკ ჰოლდინგ გრუპია მესაკუთრე მისამართი მცხეთა სოფელი წილკანი აი მე თქვენ აქაც ესე მესაკუთრე შუყუსი იორკ თავერსი მისამართი რაიონი დუშეთი დასახლება რადიო სადური არასასოფლო სამეურნეო სიგნიფერი სოფლები გაყიდულია აქაც აიგივე მესაკუთრე შუყუსი იორკ თავერსი რაიონი დუშეთი ეს მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი გემოვნება გიქონიათ ამ არაბებს კაი მიწები აუჩევიათ მისამართი ქალაქი თბილისი შუყუსი იორკ ჰოლდინგ გრუპი მადამოსიათ მადა კარგი არაბებს და თურქებს კაი მიწები აუჩევიათ სირცხვილი ვინც ეს გაყიდეთ ნუ თბილისში მაინც არ აგაქვს ბოლოს რაც წაიღებთ ამ ქვეყნიდან 4 ფიცრის მეც და საქართველოს ღალატი გაგხვებათ იმ ქვეყნად როგორც მოღალატეები საქართველოს ისეწახავთ ამ ქვეყნიდან ასევე არის აქაც შუყუსი იორკ ჰოლდინგ გრუპი დუშეთი დუშეთში რა ბევრი მიწები გაუყიდიათ ყველგან ეს მესაკუთრე ყველგან ეს ჰოლდინგ გრუპი ვინ არის ძალიან შუყუსი იორკ ჰოლდინგ გრუპია ყველგან აი ნახეთ აქაც ეს არის რა ჩვენმა წინაპრებმა სისხლითა და ხმლით დაიბრუნეს ამათ დოლარებზე გაყიდეს უყვართ ძალიან ფული და დოლარები ნამეტნავი ყვარებიათ ფული სამშობლოს ყიდიან ასე შემოხარჯვერო ან გადავშვებით ერთად გომით ან რამდენიმე წელში აღარ ვიქნებით აი შემოკარგებო ეს ნაწილი არის რა თქმა უნდა იმ უკვე არსებული ინვესტიციების რომელიც საქართველოში განხორციელდა და რომელიც განახორციელა აი ამ არაბულმა ჯგუფებმა მაგრამ როგორი ავშენდით როგორი წინსვლა გვაქვს ხელის გულზე არის ახლა მინდა შემოგთავაზოთ უბრალოდ რადგანაც ესენი აი დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით ამას მე ცალკე შემოგთავაზებთ აი ამ ბლოგს უბრალოდ აი ახლა მინდა ამ ყველაფერს მე მგონი უპრიანი იქნება დაურთოთ ეს ყველაფერი რომელიც ერთ დროს გაკეთებული ჩემი ბლოგი არის და ეს ყველაფერი შენ ვინც ახლა ამ ბლოგის ნახვას აპირებ საქართველოს შვილი ხარ მინდა გითხრა რომ შენიერი გენოციდს განიცდის და თუ შენ ამას ვერ გაიგებ სხვა ისე ვერ გაიგებს როგორც შენი ნაზე ნათქვამ სიტყვას ასე რომ ნახე ბლოგი ბოლომდე და დაფიქრდი რომ მასში მოყვანილი თითოეული ციფრი
თითოეული შენი თანამემამულის, მათ შორის შენი პერსონალური ბედია. და თუ რამეს არ იყონებ, 30 წელიწადში შენი სამშობლოს და შენი ერის გაქრობა შენი თვალით ნახავ. ჩვენი ფორმულის მეორე მთავარი საკითხი დემოგრაფია. ყურადღებით მოვუსმენთ. ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მისი მოსახლეობა, მისი გენოფონდი. ამიტომაც ამ საკითხს დეტალურად უნდა ჩაუღრმავდეთ. თქვენ ყურადღებას კი განსაკუთრებულად მოვითხოვ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენს წინაშეა ბოლო 1 საუკუნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის დინამიკა, რომელზეც ნაჩვენებია, რომ 1926-1999 წლებში ნეოლი კომუნისტების ეპოქაში, რომლის გინებას დღეს განსაკუთრებით მოდაშია, საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი 101%-ით გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობა 2.600.000-დან 5.400.000-ს მიაღწია. როგორც ხედავთ, 1989-2020 წლებში საქართველოს მოსახლეობის კატასტროფული შემცირება აღინიშნება. დინამიკა იმდენად მზარდია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი არითმეტიკის დახმარებით გასაგები ხდება საქართველოს მოსახლეობა 1.700.000-ით შემცირდა. ეს კი ერის 31.5%-ია. ახლა ვნახოთ, რას ამბობენ ამ ყველაფერზე პროფესიონალები. ფოტოს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, ჩემი პირადი კონტაქტებით მოიპოვე ქართველი დემოგრაფისტი. მასზე ასახულია ეს კატასტროფული ვითარება, რომელსაც ერთადერთი სიტყვა გენოციდი შეეფერება. 2010 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც კავკასიის რეგიონში დემოგრაფიული ბალანსის შესწავლა იყო. კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 20%-ით მცირდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2050 წელს საქართველოს დემოგრაფიული კოლაფსი ელოდა. კვლევის თანახმად კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი სერიოზულად ირღვევა, რადგან აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. მოსახლეობის შემცირების კუთხით საქართველო 232 ქვეყანას შორის ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, საპატიო მე-16 ადგილს იკავებდა, ხოლო შობადობის მხრივ 174-ს. 2010 წელს გაკეთებული გაეროს პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2030 წელს 3.700.000 უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს დამანგრეველი ზღვარი საქართველომ 2014 წელს გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევის არსებობის მომენტში ბოლო 29 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 1.700.000-ით კი არა, 1.800.000-ით შემცირდა. კითხვა, რომელიც დემოგრაფთათვის არის დასმული, თუ როგორ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო დემოგრაფიაში, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გეოპოლიტიკაში ასეთ სახელმწიფოებს მსხვერპლი სახელმწიფოები ეწოდებათ. მოსახლეობის შემცირების მიზეზი ბოლო 32 წლის მანძილზე ომებთან და ეკონომიკურ კოლაფსთან ერთად ქვეყანაში მოქმედი სოციალური პოლიტიკაცაა. ან როგორ ექცევა სახელმწიფო თავის მოქალაქეს, რაც აიძულებს მას დატოვოს ქვეყანა ან შეამციროს შობადობა. ცნობისთვის 2022 წელს 125.269 ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდა. კორონავირუსის პანდემიამდე 2016 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა. კვლევა საქართველოში არსებულ რეალურ სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 69% სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს იმყოფება. ეს კი საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 93%-ია. 93%. აი 7% არის გამძღარი გაქსუებული ქოც ბანდა, ნაცქოც ბანდა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ქვეყანაში დაახლოებით წარმოადგენს ერთი ალბათ 250.000-300.000-მდე ადამიანს, რომელი ადამიანიც კარგად ცხოვრობს და დანარჩენი, რა ვიცი, ან სიღატაკეშია, ან სიღარიბეშია, საშუალო ფენა ჩვენთან არ არსებობს და აი ეს რეალობა არის. ამიტომ ამ დემოგრაფიულ ბლოკს მე ხელახლა დავდებ მაინც ყრუებისთვის და ბრმებისთვის ხელახლა გასააზრებლად. დანარჩენი კიდე ამ დაცლილ ტერიტორიებზე და ამ უპატრონოდ დარჩენილ ბაღნარში სახლდება ეს ნაძირალა მათხოვარი ხალხი, რომელზეც ზედმეტი არის საუბარი, დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან, მათი ბიზნესმენებიდან უნდა ივარაუდო, ინტერნაციონალური ადამიანები და
მიდის ჩვენივრად ცხოვრება და ჩვენ ზივართ ამ ყველაფერს და უყურებთ და თუ რამე თქვი და თუ რამე პროტესტი გამოხატე ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით, შენ ან ნაცი ხარ, ან ლელო ხარ, ან ამომრჩეველს აგინე და რაღაც მსგავსი კოდები. მოკლედ დღევანდელი ბლოგი ამით დასრულებული არის და აუცილებლად გავაგრძელებ და მეტი არაფერი არ აქვს, არც ერთ ნორმალურ ქართველს მეტი საფიქრელი არ უნდა კონდეს. ეს პროექტი არის ჩასაშლელი და ეს პროექტი არის არა მარტო შესაძლებელი, ვინც ეს დაიწყო, ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები და მათ ჭირდებათ შესაბამისი პასუხი და მე იმ კონცეფტს მინდა მოგმართოთ. ეგრეთ წოდებულ ლაზიკაში, როდესაც მიშა და ნაცები ასახლებდნენ არაბებს და 9 მილიონიანი არაბული ქალაქი უნდა გაშენებულიყო, მაშინ თუ იყო სამშობლოს ღალატი, ქართული მიწის გაყიდვა, დღეს ქართული მიწის გაყიდვა როდის მერე გახდა ინვესტიცია. ეგ არის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, დაფიქრდით, იაზროვნეთ და კარგად გააცნობიერეთ ტყუილმართალი ერთმანეთიდან. ამათ ქვეყნისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ. 6 მილიარდი კი არა, ბოლო 4 წლის მანძილზე 15 მილიარდი შემოვიდა ქართული ემიგრაციიდან საქართველოში. თან ისე რომ თითოეულმა ოჯახებმა მიიღეს. მაგრამ რა სიკეთე ამით, რა შეიცვალა საქართველოში. ამით რომ ვიღაცა გახსოვებული არაბი ჩამოვა და თავის სახლს აიშენებს, თავის კუთხეს მოიწყობს და თავის ნაშიერს ჩამოიყვანს და 16,000 ბინაში თითო 4 სულიანი მაინც იქნება. ვიღებთ ჩვენ ჩემოგარგებო, რა ვიცი, აგერა 64,000 ჩამოსახლებულ არაბს, რა ვიცი, თუ ეს გაწყობთ, შენ თუ ამ ერს უნდა თვითმკვლელობა, სუიციდი, ეროვნული სუიციდი განვახორციელოთ, მაშინ და მადლობა უთხრათ ბატონ ბიძინას. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. აუცილებლად მოუბრუნდები ამ თემას გამправებლების და ასე რომ ვთქვათ, პროპაგანდისტების თამადობით.